სიტყვები ფაშიზმი და ნაციზმი სიკვდილთან და ბოროტებასთან ასოცირდება. ფაშისტების მიერ შექმნილი სისტემის შედეგად უამრავი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. ცალკეული ერები ფიზიკური განადგურების წინაშე აღმოჩნდნენ. წლების განმავლობაში გერმანული ფაშიზმი აბსოლუტური ბოროტების სიმბოლოდ რჩებოდა, რომელსაც უახლეს ისტორიაში ანალოგი თითქმის არ მოეძებნებოდა. თუმცა არსებობდა კიდევ ერთი სისტემა, რომელსაც ნაცისტებთან დიდი მსგავსება ჰქონდა. როგორც ჰიტლერული სვასტიკა, კომუნისტური წითელი ვარსკვლავიც არანაკლები უბედურების მომტანი იყო. ამ მოწყობას ძალიან ბევრი რამ ჰქონდა საერთო. მაგრამ მათი მთავარი მსგავსება ათეული მილიონობით ადამიანის გამიზნულ მოსპობაში გამოიხატებოდა. ეს ორი რეჟიმი თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, არასასურველ მთელ სოციალურ კლასებს და ერებს მეთოდურად ანადგურებდა. როგორც კომუნისტები, ასევე ნაცისტები ამ განადგურებას იდეოლოგიურად ამართლებდნენ. ამის ყველაზე ნათელი დადასტურება ნაცისტების მიერ ორგანიზებული ჰოლოკოსტი და კომუნისტების მიერ მოწყობილი ჰოლოდომორია. სხვადასხვა მონაცემებით ჰოლოკოსტს 6-დან 10 მილიონამდე ადამიანი შეეწირა. თითქმის იგივე ციფრს ასახელებენ ჰოლოდომორის შემთხვევაშიც. საქმე ეხება არა სამხედრო ოპერაციების დროს დაღუპულ ადამიანებს, არამედ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელსაც როგორც ნაცისტები, ასევე კომუნისტები შეგნებულად სპორდნენ. თითოეულ ამ მასშტაბურ ტრაგედიას რამდენიმე აშკარა მახასიათებელი გააჩნია. ფაშისტებმაც და ბოლშევიკებმაც ჯერ მტრის ხატი შექმნეს. შემდეგ მის წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგია და კანონმდებლობა ჩამოაყალიბეს. ბოლოს კი მათ ფიზიკურ ლიკვიდაციას შეუდგა. მიუხედავად გარეგნული განსხვავებისა, როგორც გერმანული ფაშიზმი, ასევე რუსული კომუნიზმი ერთნაირი მეთოდებით მოქმედებდნენ და შესაბამისად ერთნაირი შედეგიც მიიღეს. სიკვდილის მანქანა, სადაც ადამიანის სიცოცხლის ფასი საერთოდ არ ჰქონდა. Страшний город був, дітки. Не дай Бог такого, нікого дай такого голода. Да. За 3 місяці в нашій деревні 2000 людей вимерло за 3 місяці. Да. Такі були, що сусіди, там дальні родственники 8 год дівочку зарізали і зділи. І різали дітей своїх їли. Оце таке було страшне, дітки. ხარკოვში იტალიის კონსულის სერჟიო გრადენიგოს მოხსენება იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრისადმი 1933 წელი 31 მაისი. ამხანაგმა ფრენკელმა, რომელიც მთავარი პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიის წევრია, საიდუმლოდ გამანდო, რომ ხარკოვის ქუჩებში ყოველ ღამე შიმშილისგან გარდაცვლილ დაახლოებით 250 გვამს პოულობენ. ქალაქში მრავლად არიან ჯერ კიდევ ცოცხალი, მაგრამ შიმშილისგან გასიებული მოქალაქეები. ასეთებს სპეციალურ ბარაკებში გზავნიან, სადაც დაახლოებით 8000-მდე ადამიანია თავმოყრილი. მათი უმრავლესობა ბავშვებია. უმეტესობა იქვე კვდება. სიკვდილის პირას მისული ადამიანები, ქალაქში რომ არ მოკვდნენ, ხარკოვიდან სატვირთო ვაგონებით გაჰყავთ და შუა მინდვრებში ტოვებენ. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ მათი სიკვდილი არავინ დაინახოს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამჟამინდელი კატასტროფა რუსეთის მიერ უკრაინის კოლონიზაციის საფუძველი გახდება. მომავალში შესაძლოა აღარც კი იყოს საუბარი უკრაინაზე, უკრაინელებზე და აქედან გამომდინარე უკრაინულ პრობლემაზე, რადგან უკრაინა ფაქტიურად ეთნიკურად რუსებით დასახლებულ წმინდა რუსულ რეგიონად გადაიქცევა. ჰოლოდომორის ძირითად გამომწვევად ყველაზე ხშირად 1930-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში წარმოქმნილ სასურსათო კრიზისს, კერძოდ კი ხორბლის დეფიციტს ასახელებენ. თუმცა ეს არ წარმოადგენს უკრაინული კატასტროფის მთავარ მიზეზს. ხორბლის დეფიციტი მხოლოდ საშუალება იყო,
რომელიც ბოლშევიკებს უკრაინელი ერის საბოლოო დამორჩილებაში ეხმარებოდა. სტალინის ამოცანა, უკრაინის დენაციონალიზაცია და უკრაინელებისგან ახალი ფორმაციის საბჭოთა ერის ჩამოყალიბება იყო. Власть империи поняла, что если не задушить эту Украину, то национальное сознание там уже настолько поднимается, что потом российская власть ничего не сможет сделать, она не сможет удержать Украину, так сказать, под своей властью. Поэтому решили, вот, так сказать, четвертовать все население, убить значительную часть, ну и ослабить национальный организм, чтобы он был не в состоянии восстать за самостоятельность. თავარი დარტყმა უკრაინული სოფლის წინააღმდეგ დაიგეგმა, რომელიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა წყობას და სადაც ბოლომდე ინახავდნენ ეროვნულ ტრადიციებს. უკრაინელ გლეხს ორმაგად ებრძოდნენ. მას დევნიდნენ ზოგადად როგორც გლეხს, რომელიც ბოლშევიკებისთვის სოფელში კაპიტალიზმის ნაშთს და მესაკუთრეს წარმოადგენდა. და როგორც უკრაინელს, რომელიც ეროვნებას ართმობდა. В крестьянстве сохранялись обычаи тысячелетние, там и язык, и культура, и традиция, и мораль, и, знаете, ну, ритуалы. Все оно сохранялось в таком целостном виде. И поэтому Москва рассчитала, что надо ударить по селу, и тем самым она ударит по национальной сущности украинской нации. უკრაინის დასასჯელად კომუნისტებმა ყველაზე ეფექტური მეთოდი შიმშილი აირჩიეს. მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომელმაც კომუნისტებს უკრაინული საკითხის გადაჭრა გაუადვილა. 1927 წელს ბოლშევიკებმა საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციის გეგმა შეიმუშავეს, რომელიც სამოქალაქო ომის შემდეგ დასუსტებული ეკონომიკის განვითარებას და ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას ითვალისწინებდა. ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანა ინდუსტრიულ სახელმწიფოდ უნდა გადაქცეულიყო. ეს გეგმა ისეთი გიგანტური სამრეწველო ობიექტების შენებას გულისხმობდა, რომლებიც მთლიანად დააკმაყოფილებდა საბჭოთა კავშირის სამხედრო და სამოქალაქო მოთხოვნებს. კომუნისტების გათვლებით, ინდუსტრიალიზაციის დაფინანსების მთავარი წყარო იმპორტიდან შემოსული სახსრები უნდა ყოფილიყო. საბჭოთა კავშირი, სადაც მრეწველობა არ იყო განვითარებული, ძირითადად ნედლეულის ექსპორტს ახორციელებდა. საზღვარგარეთ გადიოდა ხე-ტყე, ნავთობი, ფერადი ლითონები. ამ ჩამონათვალში ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი სოფლის მეურნეობის პროდუქციას, კერძოდ კი მარცვლეულს ეკავა. Что касается экспорта так называемого советского хлеба, то он осуществлялся за счет Украины, потому как близость портов, близость железнодорожных и транспортных путей сообщения с Европой, которая была главным потребителем украинского хлеба, поэтому Украина действительно была главным и производителем, и главным экспортером советского так называемого хлеба в Европу и в другие страны. 1927 წელს კომუნისტებმა მარცვლეულის სახელმწიფო შესყიდვაზე ფიქსირებული ფასი დააწესეს, რომელიც საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად ჩამოვარდებოდა. ამ გზით კომუნისტები საექსპორტო შემოსავლების გაზრდას გეგმავდნენ. მაგრამ გლეხებმა დაბალ ფასად ხორბლის გაყიდვაზე უარი თქვეს. ამან ქვეყანაში სასურსათო კრიზისი გამოიწვია. გლეხების დასამორჩილებლად ბოლშევიკებმა კოლექტივიზაციის სისტემა შეიმუშავეს, რომელიც სოფელზე კონტროლის საშუალებას იძლეოდა. აქტიური კოლექტივიზაცია 1929 წლის მიწურულს დაიწყო. კომუნისტებმა პირველ რიგში სოფელში მთავარი მოწინააღმდეგის, შეძლებული გლეხების, ეგრეთ წოდებული კულაკების განადგურება გადაწყვიტეს. სტალინის მითითებით, შეძლებული გლეხები, როგორც სოციალური კლასი, ფიზიკურად უნდა მოესწროთ. კულაკების წინააღმდეგ ბრძოლა ზოგადად მთელი გლეხობის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავდა. გლეხი სოფლის პროლეტარი უნდა გამხდარიყო, რომელსაც საკუთარი აღარაფერი ჰქონდა. სოფლის დამორჩილება ბოლშევიკებს ყველაზე მეტად უკრაინაში გაუჭირდათ. უკრაინული სოფელი ყოველთვის სახელმწიფოს მთავარი დასაყრდენი იყო. სწორედ აქ იგრძნობოდა ყველაზე მეტად უკრაინული სული.
აქ ინახავდნენ ძველ ტრადიციებს. ამ ქვეყანაში გლეხური მეურნეობა ყოველთვის ძლიერი იყო. უკრაინელ მეურნეს იმდენი მოსავალი მოჰყავდა, რომ ქალაქსაც აწმევდა, სახელმწიფოს გადასახადებსაც უხდიდა და თავისთვისაც საკმარისად იტოვებდა. კომუნისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ბოლშევიკებმა უკრაინულ სოფელში საფრთხე დაინახეს და მის მეთოდურ განადგურებას შეუდგნენ. მათთვის უკრაინელი გლეხი კულაკი იყო, რომელიც კერძო საკუთრებას არ თმობდა და ამით სოციალისტურ სისტემას საფრთხეს უქმნიდა. ამიტომ კომუნისტებმა კოლექტივიზაცია დაიწყეს. გლეხის მთელი ქონება კოლექტივის საკუთრებად ცხადდებოდა, ხოლო თვითონ გლეხს კომუნისტური საზოგადოებისთვის თითქმის უფასოდ უნდა ემუშავა. ვინც პარტიის პოლიტიკას არ ეთანხმებოდა, მას ოჯახთან ერთად ციმბირში ასახლებდნენ. რეპრესიებმა კატასტროფული სახე მიიღეს. გლეხს თუ ერთ ძროხაზე მეტი ჰყავდა, მას უკვე კულაკად თვლიდნენ. ხშირად კულაკებს უბრალოდ იმათ ეძახდნენ, რომლებსაც კოლექტივში შესვლა არ უნდოდათ. ასეთი კატეგორია კი სოფლის დიდი უმრავლესობა იყო. გლეხს ყველაფერს ართმევდნენ. საზოგადოებრივ საკუთრებად ცხადდებოდა პირუტყვი, სამუშაო იარაღი, კერძო მიწის ნაკვეთი. სოფლებში ტოტალური დაპატიმრება და გასახლება დაიწყო. С 29 года начался бандитский разгром села. Людей просто, если крестьянин, хозяйство отказывалось поступать в колхоз, то хату разбивали среди зимы. Семью выгоняли на снег, просто выгоняли. Идите, разве не хотите колхозу, разве не хотите советской власти, то вы враги, и вот выгоняли. Николай Брюханове, Красноградский район, Сопели Берестовенка. ოჯახში 9 ვიყავით. ამათგან 4 ბავშვი. იმ დროისთვის ცუდად არ ცხოვრობდით. პორიც ჰქონდა და საქონელიც ყავდა. და უცებ კოლექტივიზაცია დაიწყო. ბაბუა ჩემი პავლე კულაკად ჩათვალეს. სახლიდან ყველაფერი გაიტანეს, საქონელი წაგვართვეს. ჩვენი სათამაშოებიც კი წაიღეს. ყოველგვარი სახსრის გარეშე დავრჩეთ. სახლი ფიცრებად დაშალეს და გარეთ გაგვყარეს. მერე ამ ფიცრებით სკოლას ათბობდნენ. ოჯახი დაიფანტა. თავს სხვადასხვა ნათესავებთან ვაფარებდით. Крестьян, которых загнали насильственно в колхоз, согласно распоряжению наркома земледелия Одинцова, никто не спрашивал, хотят ли они работать или не хотят. Это был принудительный труд, был режим работы. Крестьянин не имел права оставить работу в колхозе без разрешения бригадира, без разрешения председателя, без разрешения звеньевого. Крестьянам даже запретили использовать общественный хлеб на общественное питание. Он должен принести хлеб с собой. Это был рабский принудительный труд. За уклонение от работы в колхозе было жестокое наказание, вплоть до репрессий и до уголовной ответственности. კომუნისტების მეთოდებმა გლეხებში უდიდესი პროტესტი გამოიწვია. საბჭოთა კავშირში გლეხების გამოსვლები დაიწყო, მაგრამ უკმაყოფილების ყველაზე დიდი ხარისხი უკრაინაში იყო. უკრაინული სოფელი კომუნისტებს იარაღით დაუპირისპირდა. 1930 წლის აპრილში ვითარება უმართავი შეიქმნა. სოციალურთან ერთად ზოგიერთ რაიონში უკრაინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის მოთხოვნაც კი გაჩნდა. Кипела территория, граничащая с Польшей, где была своя Украина 8-миллионная, с Румынией и вообще с Европой. Это все очень серьезно. Поэтому террор голодом был применен именно против Украины. И тут нет места мести. Тут просто политическая необходимость для Сталина, когда он, спасая свое положение генсека, такими методами действовал, которые привели к гибели миллионов людей. გლეხების გამოსვლები ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. 1930 წელს მარტო უკრაინაში 300,000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ნაწილი დახვრიტეს, დანარჩენი კი თეთრი ზღვის სანაპირო ზოლზე შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებში შეყარეს. მათი უმრავლესობა იქვე დაიღუპა.
უკრაინული სოფელი ხალხისგან დაიცალა. ნაწილი გადასახლებული და დახვრეტილი იყო. დარჩენილთა უმეტესობა კი ქალაქში გარბოდა, რადგან სოფელში საკუთარი აღარაფერი ჰქონდა. შედეგად მიწის დიდი ნაწილი დაუმუშავებელი დარჩა. Весной 1932 года 2,5 миллиона гектаров было не засеяно, потому что нечем было сеять и некому было сеять. Потому что в течение коллективизации огромное количество скота было уничтожено, потому что из нарушением хлебофуражного баланса нельзя было содержать скот по определенным нормам. 1932 წლის ზაფხულისთვის საბჭოთა კავშირი შიმშილის ზღვარზე იდგა. საფრთხე დაემუქრა საზღვარგარეთ მარცვლეულის ექსპორტს და ინდუსტრიალიზაციისთვის საჭირო მანქანა დანადგარების შესყიდვას. ყველაზე მძიმე მდგომარეობა უკრაინაში და ყუბანში იყო. ვითარების გამოსწორებას ბოლშევიკები მკაცრი დირექტივებით შეეცადნენ. 1932 წლის ივლისში უკრაინაში სპეციალური მისიით ცეკას წარმომადგენლები ჩავიდნენ. უკრაინის გოლოდომორი აი ამ შენობიდან დაიწყო. ეს შენობა ხარკოვში, რიმარსკის ქუჩის 21 ნომერში მდებარეობს. ადრე აქ სახელმწიფო ოპერა იყო. უკრაინის პარტიული ბოსები ამ შენობას დიდი თავყრილობებისთვისაც იყენებდნენ ხოლმე. 1932 წლის 6-9 ივლისს აქ უკრაინის კომპარტიის მესამე კონფერენცია ჩატარდა, რომელიც მთლიანად ხორბლის დამზადების კამპანიას ეძღვნებოდა. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომ ხარკოვში ცეკას წარმომადგენლები მოლოტოვი და კაგანოვიჩი ჩამოვიდნენ. კონფერენციის გადაწყვეტილებით 1932 წლის შემოდგომაზე უკრაინას სახელმწიფოსთვის 356 მილიონი ფუტი ხორბალი უნდა ჩაევარებინა. იმ პერიოდში უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ეს არარეალური გეგმა იყო. ადგილობრივი კომუნისტები მოლოტოვის გადარწმუნებას და გეგმის შემცირებას შეეცადნენ, მაგრამ კრემლის წარმომადგენელი შეუვალი იყო. ამ გეგმის მიხედვით კოლმეურნეებს და გლეხებს სახელმწიფოსთვის მთელი მოსავალი უკანასკნელ მარცვლამდე უნდა ჩაევარებინათ. უკრაინულ სოფელს коммунистები საჩოს გარეშე ტოვებდნენ. 50 членов ЦК Компартии Украины были против хлебозаготовок. Они были против проведения коллективизации вот такими вот методами. И Молотов лично, и Каганович встречался каждый с ним. И результаты этой беседы внушительной закончились тем, что вынуждены были принять, им навязали этот план, и последствия были ужасными. უკრაინის გაპარტახებულმა სოფელმა ბოლშევიკების მიერ დაწესებული გეგმა ვერ შეასრულა. 1932 წლის ოქტომბრისთვის უკრაინაში მარცვლეულის დამზადების მაჩვენებელმა წლიური გეგმის მხოლოდ 39% შეადგინა. სტალინის დავალებით ხარკოვში კვლავ მოლოტოვი ჩავიდა, რომელმაც გლეხების მიმართ მკაცრი ზომების გატარება და პურის ძალით ამოღება მოითხოვა. Власть была убеждена, что в Украине существуют колоссальные запасы зерна. Хотя на самом деле это оказалось не так, и план, который в июле месяце утверждала Третья партийная конференция, состоявшаяся в Харькове, это, кстати, очень интересное было действо. Вот. 3 раза его сокращали, и план так и не выполнили. Он не был выполнен. И вот это вызывало, так сказать, ярость. В Москве не понимали, что происходит. 8 ნოემბერს საკავშირო ცეკამ საიდუმლო დადგენილება მიიღო. ამ დადგენილების თანახმად, სანამ არ შესრულდებოდა პურის დამზადების გეგმა, ჩერდებოდა უკრაინული სოფლებისთვის განკუთვნილი ნებისმიერი საქონლის გადაზიდვა. 10 დღის შემდეგ 1932 წლის 18 ნოემბერს მოლოტოვის ზეწოლით უკრაინის ცეკამ დადგენილება მიიღო, რომელმაც უკრაინის კატასტროფას ბიძგი მისცა. სწორედ ამ დადგენილებამ გამოიწვია ის, რასაც შემდეგ ჰოლოდომორი ეწოდა. უკრაინის კომპარტიის პოლიტბიუროს სხდომამ, რომელსაც მოსკოვიდან ჩამოსული ცეკას წევრი მოლოტოვი ხელმძღვანელობდა, ხორბლის დამზადების თაობაზე სპეციალური დადგენილება მიიღო. ამ დადგენილებით ის სოფლები, რომლებმაც ხორბლის ჩაბარების გეგმა ვერ შეასრულეს, ეგრეთ წოდებულ შავ დაფაზე ხვდებოდნენ. შავ დაფებს
სოფლის შესასვლელთან კიდებდნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ეს სოფელი გარე სამყაროსგან მთლიანად იზოლირებული იყო. ასეთ დასახლებულ პუნქტში იგრძელებოდა ნებისმიერი საქონლის შეტანა. სოფლის მაღაზიებიდან იღებდნენ ყველა პროდუქტს. გლეხებს ეკრძალებოდათ ვაჭრობა. შავ დაფაზე მოხვედრილ სოფლებში აქტივისტებისგან შემდგარი ბრიგადები კარდაკარ დადიოდნენ და ჩხრეკდნენ ყველა სახლს. ისინი გლეხებს არა მარტო ხორბალს ართმევდნენ, არამედ ნებისმიერ საკვებს, რომელსაც იპოვიდნენ. ჩხრეკის შემდეგ გლეხები ცივზამთარში სიკვდილისთვის იყვნენ განწერულნი. პირველივე თვეს შავ დაფაზე 400-ზე მეტი უკრაინული დასახლება აღმოჩნდა. რეპრესიები შეეხო კიევის, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ჩერნიგოვის, დონეცკის ოლქებს. გარე სამყაროსგან იზოლირებული დაახლოებით 5 მილიონამდე ადამიანი აღმოჩნდა. პურის ძალით ამოღება საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებში ხორციელდებოდა. 1933 წელს შიმშილისგან ხალხი ვოლგისპირეთში, ყაზახეთში და ჩრდილოეთ კავკასიაში წყდებოდა. თუმცა შიმშილი საბჭოთა კავშირში და შიმშილი უკრაინაში ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. უკრაინაში ადგილი ჰქონდა განსაკუთრებულ სისტემას, რომელიც მთელი ერის დასჯას ითვალისწინებდა. სწორედ ამის გამო იყო უკრაინაში 10-ჯერ მეტი მსხვერპლი ვიდრე სხვაგან. თუ სხვაგან პურის გეგმის არ შესრულებისთვის გლეხებს ძირითადად მხოლოდ მარცვლეულს ართმევდნენ, უკრაინულ სოფლებში სახელმწიფო დავალიანების დასაფარად ნატურალური ჯარიმები შემოიღეს. ეს ჯარიმა მარცვლეულთან ერთად ყველა სახის კვების პროდუქტის კონფისკაციას ითვალისწინებდა. ართმევდნენ ხორცს, ბოსტნეულს, ხილს. ხშირად სახლიდან მზა საჭმელიც კი გაქონდათ. იგივე ვითარება იყო ყუბანშიც, სადაც მოსახლეობის 85%-ს этникури украинელები შეადგენდნენ. Забирали все, что можно съедать, а потом забирали одежду, обувь и так далее. Представляете, входил этот отряд в хату, а в хате, в горшку, борщ в хате, в печи. Этот брали борщ, выносили, разбивали горшок этот на дворе, чтобы он разлился, чтобы его съесть нельзя было. То есть уничтожали всю пищу, которую можно было потребить людям. Феодор Панченко, Валковскис რაიონი, სოფელი პანკოვკა. 1933 წლის დეკემბერში ჩვენ სოფელში კომუნისტები მოვიდნენ და სახლებში ხორბლის ძებნა დაიწყეს. ეზოებში გრძელი, წვეტიანი რკინის შუბებით დადიოდნენ. შუბებით მიწაში ხორბლის ორმოებს ეძებდნენ. ჩვენთან ვერაფერი ნახეს და ერთი ჯამი ლობიო წაიღეს. მეზობლად მოხუცები ცხოვრობდნენ. მათ ეზოში დამარხული კარტოფილი იპოვეს. კარტოფილი ამოიღეს. მის ნაცვლად კი ცივ ორმოში მოხუცი ჩასვეს და ყელამდე დაფლეს. გაიხსენე ბებერო სადგავს პური დამალულია. კარგი ხანი იჯდა მიწაში მოხუცი. ისინი ამ დროს მის სახლში ქეიფობდნენ. როცა ამოთხარეს, სულ კანკალებდა. ცოტა ხანში კი გარდაიცვალა. Были организованы команды из незаможников под руководством чекистов, которые прошли по всем селам и изъяли все нехлебное продовольствие. Иногда им попадался хлеб в ямах, но в принципе хлеба уже не было. И Сталин знал, что хлеба не было, поскольку чекисты провели более такую широкую операцию в ноябре и в декабре 1932 года, нашли какую-то часть хлеба спрятанного и вывезли весь хлеб, в том числе легальный, который предназначался на зерно. То есть хлеба не было. А операция чекистов – это террор голодом. სოფელში საკვების ყიდვა შეუძლებელი გახდა, რადგან არავინ ხიდდა. სასურსათო მაღაზიები ცარიელი და დაკეტილი იყო. ქალაქში კი საკვები მხოლოდ ტალონებზე იყიდებოდა. ჰოლოდომორის პირველი მსხვერპლი ძაღლები და კატები იყვნენ. როდესაც ესენიც გაწყდა, გლეხები ფოთლების, ხის ქერქების და ფესვების ჭამაზე გადავიდნენ. საკვებად იყენებდნენ გზაზე დაგდებულ მკვდარ საქონელს, რქებს, ტყავის ქამრებს. გაყინულ, დამპალ ჭარხლას და კარტოფილს, რომელიც
ყოლმეურნეობის ხანებში მოსავლის აღების შემდეგ იყო დარჩენილი. Ой, что мы ели? Из дерев листья рвали, варили. И мама таки тіді картошку гнилу збирали, там все такі лепешечки їли, отаково там все. Ходили на поле, собирали там остатки цієї картошки вже гнилої і так далі. Там буряки оставалися, були не убрані, осталися ж колхози ж собирали. Люди не хотіли йти, не все було убрано. Вот особенно, значит, картошка, там буряк, свекла и другое. Вот ходили на поле, туда выкапывали то, что осталось, делали, это все перероблялось, варили там и так дальше. Вера Конияева, Валковскис районе, სოფელი გუზოვკა. საჭმელი არაფერი იყო. დედა ბალახს აგროვებდა, ნაყავდა და ნახარშს გვაძლევდა. მხოლოდ ამას ვჭამდით. შიმშილისგან გასიება დავიწყეთ. მე 10 წლის ვიყავი, ჩემი ძმები კი 8 და 6 წლის. დედა ტიროდა. ჩვენ კი როგორც შეგვეძლო ვამშვიდებდით. ერთხელ დედამ გარეთ საქონლის ნაწლავები იპოვა და სახლში წამოიღო. ძლივს მოაღწია, რადგან მშიერი სოფლელები მოსდევდნენ. კარი ჩავკეტეთ, ისინი კი არ მიდიოდნენ. 2 დღე არ გავსულვართ სახლიდან. გარეთ ხალხი ყვარავლობდა. კიდევ კარგი რომ სახლში ქონდა წყალი და ასანთი. დედამ ავეჯი დაამტრია, ცეცხლი დაანთო და ამ ნაწლავებისგან საჭმელი გაგვეკეთა. ამან გადაგვარჩინა. 1933 წლის იანვრის მიწურულს და თებერვლის დასაწყისში უკრაინულ სოფელში ძირითადად მომაკვდავი ადამიანები ცხოვრობდნენ. შიმშილისგან ადამიანი ჯერ სიბდებოდა, შემდეგ გონებას კარგავდა, ბოლოს კი კვდებოდა. ჰოლოდომორის მსხვერპლი ყველაზე მეტად მოხუცები და ბავშვები ხდებოდნენ. Пухли страшенные, страшные люди, страшные пухли, а діточки отакі во животи, ой, і ото звозили мертвих, де погреба такі були позавалювані, так ото погреба так звалювали все. Это была форма наказания. То есть они доводили до крайности это наказание для того, чтобы все поняли, наконец, это серьезные люди. Они не будут шутить. Вот то, что они делают серьезно, и тут только один выход – смерть. Вот, понимаете, и эти жесткие меры, они должны были научить. И когда уже голод вот начал распространяться, большевикам это было абсолютно на руку, потому что тут уже как бы все делалось само собой. Люди не могли найти выход из этой тупиковой ситуации. თავის გადასარჩენად ხალხი ქალაქში გარბოდა. თუმცა ბოლშევიკები უკრაინელ გლეხს სოფლიდან წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. 1933 წლის 22 იანვარს საბჭოთა მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომელიც ადასტურებს, რომ უკრაინის მიმართ მიზანმიმართული განადგურების პოლიტიკა ხორციელდებოდა. ჩეკამ მითითება მიიღო შეეჩერებინა და საცხოვრებელ ადგილებში დაებრუნებინა უკრაინის და ყუბანის მოსახლეობა, რომელიც მშიერ სიკვდილს გაურბოდა. შიმშილის რაიონებში აიღრძალა რკინიგზის ბილეთების გაყიდვა. სოფლების გასასვლელებში ჯარი ჩააყენეს. უკრაინის გარე საზღვარსაც სამხედროები იცავდნენ. У российского крестьянина была возможность сняться и выехать. Была Сибирь, были там другие регионы, они могли как-то, знаете, выскочить. В Украине этого не было. В Украине были перекрыты возможности выезда. И это говорит о том, что, в общем-то, тут были определенные антиукраинские акценты, без всякого сомнения. Не подлежит сомнению это. Петре Дорошко, Богодуховскис районе, სოფელი ზამნივუსი. მახსოვს რომ სიჩუმე იყო. ძაღლებიც კი არ ხებდნენ, რადგან ყველა შეჭამეს. ჭასთან მივდიოდი, წყალზე. ჩვენთან სახლში სიარული აღარავის შეეძლო. ბაბუა უკვე მკვდარი იყო. სოფლის გზა ცხედრებით იყო მოფენილი, როგორც შემეძლო გვერდს ვუქცევდი. უცებ ყვირილი გავიგე,
ვხედავ ჭასთან ჩვენი მეზობელი ქალი თავის პატარა შვილს დასდევს. ბავშვი კი ყვირის და დედას თხოვს, არ გინდა დედა არა. ქალმა შვილს ხელი დაავლო და ჭაში ჩახდა. ხელში კიდევ შვილიც ეჭირა. გაზაფხულისთვის უკრაინაში ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხარკოვსა და ხარკოვის რაიონში იყო. ქალაქი სოფლებიდან ჩამოსულებით გაივსა. თუმცა საჭმელს ვერც ქალაქში შეუვლობდნენ. მათი უმეტესობა ღამეს გარეთ ათევდა და იქვე კვდებოდა. Це ви розумієте, це було страшне зрелище такое. Люди пухлые, люди безразличные. Чоловік упав, іде голодний, упав, ніхто навіть не інтересується. Площадь привокзальная, вот если подивитися и сейчас, все люди лежали, эти пухлые из села, голодные. Вот. И утром приезжают извозчики и забирают вот те, что лежат на площади привокзальной, и везут за город эти трупы. სასოწარკვეთილი გლეხები შვილებს ქუჩაში რკინიგზის სადგურზე ან ბავშვთა სახლების წინ ტოვებდნენ. იმედი ჰქონდათ, რომ ვინმე მათთვის მოწყალებას გაიღებდა. 1933 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ხარკოვის ბავშვთა სახლებში მოზარდების რაოდენობამ 14,000 გადააჭარბა. 1933 წლის გაზაფხულზე ხარკოვი მტრისგან ბლოკირებულ ქალაქს უფრო გავდავიდრე უკრაინის დედაქალაქს. სასურსათო მაღაზიებიც არიელი იყო. პროდუქტების შეძენა მხოლოდ სპეციალური ტალონებით იყო შესაძლებელი. პურის მაღაზიებთან უზარმაზარი რიგები იდგა. ქალაქში ადამიანების ნაცვლად მშიერი აჩრდილები დადიოდნენ. მდგომარეობა მას შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა, რაც ქალაქს ხარკოვის რაიონის მშიერი სოფლებიდან გლეხების უზარმაზარი მასა მოაწყდა. შიმშილისგან გარდაცვლილები პირდაპირ ტროტუარებზე ეყარნენ. 3 თვის განმავლობაში ხარკოვის რაიონში შიმშილისგან 600,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 1933 წლის თებერვალში ხარკოვის ქუჩებიდან 431 გვამი გაიტანეს. მარტში 689, აპრილში 447, მაისში 992. ქუჩაში მოგროვებულ გვამებს სპეციალური ბრიგადები ქალაქ გარეთ უზარმაზარ თხრილებში ყრიდნენ. ხარკოვი მკვდრების ქალაქად გადაიქცა. ადამიანის სიკვდილი იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა, რომ მან თავისი ტრაგიზმი დაკარგა. სოფლებში მიცვალებულებს ვეღარ მარხავდნენ. შიმშილისგან დაოსებულ ხალხს ამის თავი აღარ ჰქონდა. გვამები ქუჩაში კვირაობით ეყარა. ყოველი მეორე სახლი მკვდრებით იყო სავსე. ცოცხლად დარჩენილები ოჯახის წევრებს სარდაფებში ყრიდნენ, რადგან მათი გარეთ გათრევის თავი აღარ ჰქონდათ. Там такая хуторская система, 2-3 двора таких дом этого. Приходимо мы туда, там людей немає, всі поумирали. Вот в Полтавской области, де уже нас привезли. Около дома підходимо, там один труп, за хатою другий, на печі в хаті там ще труп і так далі. Були трупи. Там сплошні були трупи. По 3, по 4, по 5, по 6. Сім'я померла вся, нікуди не виїхала. І там осталась. სოფელ პოპივკაში ვასილისა ლუბენეც 10 შვილი ჰყავდა. 33 წლის ზამთარში შიმშილისგან ყოველ კვირა 2 ბავშვი კვდებოდა. დედამათ პირდაპირ ეზოში მარხავდა. ზამთრის ბოლოს ოჯახში მხოლოდ 1 ბიჭი დარჩა. სოფლებში სპეციალური ბრიგადები დადიოდნენ, რომლებიც გვამებს აგროვებდნენ და საერთო დიდ ორმოში ყრიდნენ. Был такой исполнитель возле сельского совета. Этот исполнитель ездил по селу и собирал мертвых. Бывало такое, что
едет он возом подбирать этих людей, а заходит в хату, а в хате еще живое, там или мужчина, или женщина, еще, в общем-то, живой. Но все равно его уже грузит и навозит и везет. А тот отзывается: куда ты меня везешь? А все равно же ты помрешь завтра. То, чтобы завтра за тобой не ехать, то давай, я тебя сегодня возьму. ეფროსია კარაციუბა, პეჩენეჟსკის რაიონი, სოფელი ნოვი ბურლუგი. ერთ ქალს ჩვენ სოფელში 8 შვილი ჰყავდა. ქმარი 1929 წელს მოუკვდა. როცა შიმშილი დაიწყო, გადაწყვიტა უფროსი ბავშვების გადასარჩენად პატარებისთვის საჭმელი აღარ მიეცა. სამი უმცროსი ბუხარზე ასვა და ეუბნება: აქ იჯექით, თქვენი ხმა არ გავიგო, თორემ გარეთ ყინვაში გაგაგდებთო. ბავშვები ჩუმად პიროდნენ, ისე რომ არავის გაეგო. მაგრამ დედას უჯერებდნენ და ბუხრიდან არ ჩამოდიოდნენ. მიუხედავად ასეთი საშინელი მდგომარეობისა, საბჭოთა ხელისუფლება შიმშილს არ აღიარებდა. კომუნისტური პრესა იტყობინებოდა, რომ შიმშილის შესახებ ხმებს კულაკები და მათი მხარდაჭერები ავრცელებდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირთან ბრძოლის მიზნით განზრახ შიმშილობენ და კვდებიან. მარცვლეული სამოსახებად ბოლშევიკთა ბრიგადები მაშინაც კი დადიოდნენ, როდესაც სოფელში ცოცხალი თითქმის აღარავინ იყო. 1933 წლის ზამთარში კომუნისტებმა უკრაინიდან დამატებით 104 მილიონი ფუტი მარცვლეული ამოიღეს. უკრაინულ სოფლებში შიმშილი კანიბალიზმში გადაიზარდა. ადამიანებისთვის, რომლებიც შიმშილის ნიადაგზე ჭკუიდან იშლებოდნენ, გზაზე მიმავალი დაუძურებული თანასოფლელი საკვებად გადაიქცა. კანიბალების მსხვერპლი ყველაზე ხშირად ბავშვები ხდებოდნენ. სწორედ მცირეწლოვანები იყვნენ იმ პერიოდში ყველაზე დაუცველები, რომლებიც თავიანთი მიამიტობის გამო კაციჭამიების ნადავლი ხდებოდნენ. ერთ-ერთი თვითმხილველის ნაამბობით მისმა მეზობელმა ქალმა სახლში 5 წლის გოგონა შეიტყუა და დაკლა. მას მაშინ შეუსწრეს, როდესაც მაგიდაზე მხოლოდ გოგონას ძვლები და თმისამაგრი ფერადი ბავშვები იყო დარჩენილი. ჭამდნენ არა მარტო უცხოებს, არამედ საკუთარი ოჯახის წევრებსაც. დედა უმცროს შვილს ხარშავდა, რათა დანარჩენები გადაეჭია. შვილები შიმშილით დახოცილ მშობლებს ჭამდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ბაზარში ადამიანის ხორცი იყიდებოდა. 1933 წლის ზამთარში და გაზაფხულზე უკრაინულ სოფლებში ყველაზე ხელმისაწვდომი ადამიანის ხორცი იყო. ხელისუფლებამ ხალხს საკვებად მარტო მეზობლები და საკუთარი შვილები დაუტოვა. Есть факты, которые свидетельствуют о том, что мать вынуждена была методически уничтожать 3 своих дочерей, там от 2 до 7 лет. Причем они вместе съели младшую, а старшие видели, что она делает. Причем старшая дочь отказалась есть мясо своей сестры. Потом, когда они это съедали, была очередь уже за следующей, а третья тоже знала, что такая же судьба будет с ней. Эти патологоанатомические вещи, как она расчленяла, вот, как она все это выбрасывала, там сердце, печень, вот, как она варила в печи, вот, это не просто воспоминания, которые могут быть сомнения в истинности информации у некоторых блюстителей чистоты освещения этой трагедии, а это факты 1933 года, это докладные записки ГПУ. Александр Харченко, Волковский район. სოფელი მინკოვკა. ჩვენს გვერდით მაკარ ლისოვინი ცხოვრობდა, რომელსაც 2 გოგონა ჰყავდა. ერთი ჩემი წლოვანების იყო 5 წლის, მეორე კი უფრო პატარა. როცა შიმშილი იყო, უფროსი გოგონა მამამისმა ჩემს თვალწინ გამოიყვანა სახლიდან, ნაწნავში ხელი მოჰკიდა და ნაჯახით თავი მოჭრა. შემდეგ თავი მიწაში ჩაფლა, ხოლო ტანი დიდ გოფში ჩააგდო.
მეორე შვილით შეჭამეს ლისოვინმა და მისმა ცოლმა. როდესაც ეს დედას მოუყევე, მან მეზობლის სახლთან მისვლაც კი ამიგრძალა. ვერა ვოინოვა, ხარკოვი. 1933 წლის გაზაფხულზე ჩვენთან ხარკოვში სოფელ გუტიდან ჩემი მშობლების ნაცნობები ჩამოვიდნენ. ცოლ-ქმარი ვორონინები. გამხდრები და დათრგუნულები იყვნენ. წვნიანი ვაჭამეთ და დიდი ხნის შიმშილის გამო ცუდად გახდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც მომჯობიდნენ, დედა ეკითხება: თქვენი შვილები სად არიან? სამივე შევჭამეთ და უფიქრებლად გვიპასუხეს მათ. როგორ თუ შეჭამეთ? შევეკითხეთ გაოცებულებმა. სათითაოდ, ჯერ პატარები, შემდეგ კი უფროსი. ნაწილებად ვჭრიდით, ვხარშავდით და ვჭამდით. რომ იცოდეთ, რა გემრიელი იყო მათი პატარა თითები. ეს არ იყო ერთეული შემთხვევები. 1933 წელს კანიბალიზმს თითქმის ყველა სოფელში ჰქონდა ადგილი. ცოცხალი მშობლები შიმშილისგან გარდაცვლილ ბავშვებს ან ოჯახის სხვა წევრებს სარდაფში ინახავდნენ და იმით იკვებებოდნენ. ჭამდნენ გზაზე დაგდებულ მიცვალებულებსაც. ხარკოვის რაიონის მთავარი პოლიტიკური სამმართველოს მოხსენებიდან ირკვევა, რომ ოფიციალური მონაცემებით გაზაფხულზე კანიბალიზმის 420 ფაქტი აღინიშნა. რეალურად კი ეს ციფრი ორჯერ მეტი იყო, რადგან ყველა შემთხვევის აღრიცხვა ვერ ხერხდებოდა. Там, где я жил, в том районе, это Городнянский район на Черниговщине, там в лесу было два хутора, Марченко и Картовецкий. Так вот, в 1933 году, значит, пошел милиционер из района туда, а там по несколько домов только было. И он заходит в хату, и что он увидел? Он увидел, как мальчик, лет 7, наверное, держал в руках нож и резал ногу сестрички, которой, лет 5, может быть, было. И он резал эту ногу, хотел есть. Около 1000 есть дел по каннибализму, но это те, кому давали ход. Как правило, делам таким ходу не давали, просто это десятки тысяч есть случаев каннибализма, десятки тысяч. Но просто или их уничтожали на месте местные власти, этих каннибалов, или они спокойно себе выживали, жили потом в своем же селе, и все знали, что вот те-то и те-то съели своих детей или своих родителей. შიმშილის ზონაში ადამიანებს ფსიქიკა ეცვლებოდათ. ეს განსაკუთრებით ბავშვებში შეენიშნებოდა, რომელთაც ცნობიერებაში გვიდრდებოდა აზრი, რომ ადამიანის ხორცის ჭამა ჩვეულებრივად შეიძლებოდა. უკრაინაში უამრავი ნასოფლარი გაჩნდა. სოფლები ცარიელი იყო. ზოგიერთ დასახლებაში სოფლის საბჭოს შენობის თავზე წითელი დროშის ნაცვლად შავ დროშას კიდევდნენ. Никто, кроме сотрудников ГПУ, милиции, не имел права посещать украинские села. Особенно те села, на территории которых появлялся черный флаг. Такие села были. Это свидетельство о том, что село полностью вымерло от голода. И поэтому вместо красного флага советской власти появлялся черный. И таких сел, только по предварительным подсчетам, комиссии всесоюзной по переселению в Украину крестьян Смоленщины, из Горьковской области, из других областей Российской Федерации в Украину было 50 000. ზუსტად რამდენი ადამიანი გარდაიცვალა გოლოდომორის დროს ცნობილი არ არის. ზოგის ვერსიით შიმშილს 2 მილიონამდე ადამიანი შეეწირა. ზოგი მკვლევარი 5 მილიონს ასახელებს. თუმცა არის ვერსია, რომლის მიხედვითაც 1932-33 წლებში უკრაინაში შიმშილით 8-დან 10 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა. ფაქტი ერთია, ყველა გამოთვლებით სხვათა რაოდენობა არა ათასებით, არამედ
მილიონობით განისაზღვრება. თავის დროზე სტალინმა თქვა, რომ ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ხოლო ათასებისა სტატისტიკა. გოლოდომორიც უბრალო სტატისტიკად რომ არ დარჩენილიყო. კიევის ცენტრში ეს ობელისკი ააგეს, რომელიც მოსახლეობას იმ წლების საშინელებას ახსენებს. Украинское движение и вот те силы, которые жили в Украине, та база, на которой могла быть создана когда-то украинская государственность, она была подорвана вот с помощью этой страшной акции и дополнена потом с 1933 года массовыми репрессиями против украинской интеллигенции. Ведь ее начали вырезать буквально сразу, с 1933 года. Это были массовые аресты, протесты, процессы, украинизация Соловков, то есть этих людей отправляли. И они сделали дело, они вырезали независимых людей, независимо мыслящих, они воспитали сервильность, рабство, они воспитали желание выкручиваться, жить при каких-то режимах, понимаете? То есть это была евгеника, это политическая евгеника была, они воспитали другого человека совершенно. Поэтому в этом смысле для меня тут никаких сомнений, это было абсолютно ясно, это был геноцид. უკრაინის გენოციდი ფაშისტების მიერ მოწყობილ ჰოლოკოსტამდე რამდენიმე წლით ადრე მოხდა. გამოყენებული მეთოდების მიხედვით, საბჭოური ჰოლოდომორი გაცილებით უფრო საშინელი აღმოჩნდა, ვიდრე ფაშისტების სიკვდილის ბანაკები. ოსვენციმის, ბუხენვალდისა და დაჰაუსგან განსხვავებით, უკრაინულ სოფლებში მხოლოდ სიკვდილი არის. აქ ადამიანი ფიზიკურ, სულიერ და ფსიქოლოგიურ დეგრადირებას ერთდროულად განიცდიდა. Прежде всего следует признать, и об этом я уже говорил, что крушение Советского Союза было крупнейшей геополитической катастрофой века.